გამარჯობათ და დღეს თქვენი თხოვნით ჩვენ კვლავ ყავს ჩემი მეგობარი, არქეოლოგი, ცნობილი არქეოლოგი ნიკოლოზ ნიკა თუშაბრამიშვილი სტუმრად და ნიკასთან წინა ვიდეომ დააგროვა რეკორდული რაოდენობა ნახვების, თემა ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც ნიკა არის ძალიან საინტერესო და არანაკლებ საინტერესო თემა აქვს ნიკას დღეს. წინა გახსოვთ თქვენ ეს იყო ჩვენი წინაპრების განსახლება საქართველოში და მათი ცხოვრების ნირი და თუ რამდენი არის ჩვენში მათი გენები და ზოგადად ეს ჩვენი წინაპრების ისტორია მთლიანად, რომლებიც კავკასიაში ბინადრობდნენ, დღეს კი ცოტა განსხვავებული, ცოტა კი არა, სრულიად განსხვავებული თემა გვექნება, თუმცა არანაკლებ საინტერესო თუ არა, უფრო მეტად საინტერესო მე მგონი, იმიტომ რომ ეს ეხება ისეთ ჩვენი გეოგრაფიის ისეთ ნაწილს და ისეთ უნიკალურ ნაწილს, როგორც არის ზღვა და ეს ფუფუნება ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს. და მით უმეტეს ისეთი ზღვის, როგორც ჩვენი არის, სანაოსნოც, სათევზაოც, დასასვენებელიც და როგორც აღმოჩნდა, ისტორიულადაც ძალიან საინტერესო და ძალიან ცვალებადი და ეს ცვალებადობა არ არის დროში ძალიან გაწელილი. ეს მილიონი წლების განმავლობაში კი არა ხდებოდა ეს ცვალებადობა საკმაოდ სწრაფად და შეიძლება ითქვას ისტორიულ პერიოდში. აი სწორედ ამ საკითხებით დაინტერესდა ნიკა. მაქვს ერთ-ერთ ვიდეოში საუბარი შავი ზღვის თავისებურებებზე და მის წარმოშობაზე, მაგრამ გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენდა იგი და რას წარმოადგენს დღეს. მოგესალმებით, სიამოვნებით და სიხარულით, რა თქმა უნდა, ჯერეთი ჩემი ძველი მეგობრის ნახვა მიხარია და ასევე ყველა ჩვენი მაყურებლის, რომელთაც ასეთი ინტერესი გამოიჩინეს და იჩენენ ყველა შენი ვიდეოს მიმართ. მათ შორის აღმოჩნდი მეც. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა. მოკლედ დღევანდელი ჩვენი საუბარი ასე შემოთავაზებით არის იმ კვლევების შედეგები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ 2019 და 2024 წელს. მაგრამ იმისთვის, რომ ძალიან სქემატურ რუკებს გაჩვენებს, რომ წარმოდგენა გქონდეთ, როგორ იცვლებოდა ზღვა და ზღვის კონტურები, ესე ვთქვათ, პერიოდულად იყო ოკეანის ნაწილი, პერიოდულად არ იყო, პერიოდულად ტბას წარმოადგენდა და ასე შემდეგ. ნუ ამ რუკაზე ხედავთ, თქვენ წყლით არის ლურჯად არის მონიშნული ის ტერიტორია, რომელიც წყლით იყო დაფარული და ალბათ ხედავთ კონტურებს, შავი ზღვის კონტური და კასპიის ზღვის კონტური. ეს პირველი ფოტო, ეს არის 11 დაახლოებით 9 მილიონი წლის წინანდელი ამბავი არის აქ ნაჩვენები, შემდეგ არის ის ქვემოთ 9.300.000 წლის წინანდელი ეპოქიდან დაწყებული 7 მილიონი წლამდე დაახლოებით დაინახავთ ციფრებს, მერე 7 მილიონიდან 5.300.000 წლამდე და მე შემდეგი არის 5.300.000 წლიდან 3.400.000 წლის წინანდელი ამბავი, როდესაც უკვე აი შავი ზღვა და კასპიის ზღვა პრაქტიკულად ესენი უკვე იზოლირებულია ერთმანეთისაგან და კასპიის ზღვის ადგილას არის ორი პატარა ტბა. ეს ეპოქა სხვათა შორის არის უკვე 3.400.000 წლიდან ეს არის ის ეპოქა, როდესაც ჩნდებიან უკვე წინაპრები ავსტრალოპითეკები და შემდეგ როგორც იცით უკვე ამ ეპოქაში 2.600.000 წლის წინ, შეიძლება მეტიც კი დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ უკვე ჩნდება ადამიანი და ეს არის უკვე ამ მარჯვენა მხარეს პირველ რუკაზე არის აღნიშნული ეს ეპოქა, ეს არის 3.400.000 წელი, 1.800.000 წელი. 1.800.000 წელი ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს არის დმანისში სახლობდა უკვე ადამიანი, ნუ აფრიკიდან მოსული, ჩანს აქ კუმამანიჩის სრუტე, რომელიც ასევე ჩანს მის ქვედა რუკაზე, ეს არის 1.800.000 წლის წინანდელი ამბები და ამ კუმამანიჩის სრუტეს, რა თქმა უნდა, პირველყოფილი ადამიანი ვერ გადალახავდა და შემდეგ მათი განსახლება ხდება სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი ვერსიით ხდება მათი უკან დაბრუნებაც კი. აქ არის შემდეგ სლაიდზე არის უფრო პროფესიონალური რუკა და კასპიის ზღვისას, რა თქმა უნდა, ზედა რიგში. ეს არის სარმატული ზღვა, მეოტიის ზღვა, პონტოს ზღვა, ტბა, იგივე ჩაუდურის ზღვა, ტბა, შემდეგ ექვსინის აუზი, ძველი ექვსინის აუზი, არაგანდული ზღვა, ახალ ექვსინური აუზი, ესეც ზღვა არის და შემდეგ თანამედროვე ზღვა.
ესეც ასევე უნდა წარმოიდგინოთ ახლა 3,500,000 წლის წინანდელი ამბები ხდება აქ პირველ რუკაზე, შემდეგ არის გვიანი პლიოცენი დასრულებული 2,600,000 წლამდე ეპოქით, ეს არის ის პერიოდი 2,600,000 წელი, როდესაც ჯერჯერობით ესეთი აღიარებული საერთაშორისო აღიარებული სქემით ჩნდება ადამიანი, შემდეგ არის ადრე პლეისტოცენი, ეს არის 1,000,000 2,000,000 წელი, აი ესეც აქ არის ქვემოთ მესამე ფოტოზე და შემდეგ არის შუა პლეისტოცენი, ეს არის 800,000 წლამდე. ანუ აქ ხედავთ თვითონ შავი ზღვის ფართობი რამდენია და როგორ იცვლება, პერიოდულად როგორ ქრება, პერიოდულად როგორ უერთდება ამ სისტემას, იგივე კასპიის ზღვას და მანამდე ოკეანეს და ასე შემდეგ. და ესეც გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის პერიოდი, კონკრეტულად მათთვის, ვინც ძველი ქვის ხანით არის დაინტერესებული, ეს არის იზოტოპური საფეხური 5, ეს 100,000 წლის წინანდელი ამბავია, ეს არის ნეანდერტალელების არსებობის ეპოქა, რა თქმა უნდა. შემდეგ ასევე ნეანდერტალელების არსებობის ეპოქა, შემდეგ აი იზოტოპური საფეხური 4-ში 80,000 წელი დაახლოებით, შემდეგ არის უკვე სადაც უკვე კუბა მაინც ისრულდა ჩანს, ეს არის მესამე იზოტოპური საფეხური ზღვიური 30,000 წლის წინანდელი, ეს არის ეპოქა, როდესაც ნეანდერტალელების გადაშენება ხდება, ჩვენთან ცოტა სხვა პერიოდში მოხდა ვიდრე დასავლეთ ევროპაში და შემდეგ არის უკვე აი 10,000 წლამდე. ეს მუქი ფერით აღნიშნული არის მარილიანი წყლის პერიოდები, ცისფერით არის, ღია ცისფერით უკვე მტკნარი წყლის. კი ბატონო. ეხლა აი რუკაზე წარმოიდგინეთ ახლა ერთ-ერთი ვერსიით ეს ალბათ ცნობილია ეს ვერსია თქვენთვის, ეს არის ბალარდის ამერიკელი მეცნიერის ვერსია, რომ მოხდა ამ ხმელთაშუა ზღვის ზონის აწევა, გადმოიქცა აი ჩვენს შავ ზღვაში, რომელიც ტბას წარმოადგენდა, მაშინ გაარღვია ბოსფორის სრუტე, იქვე არის რა თქმა უნდა დარდანელის და აი ეს ვითარება ნახეთ, აი ჩანს აი ამ ფოტოზე, აი სად არის ეს ბოსფორის სრუტე და ეს რომელიც აღნიშნულია ზღუდით. ანუ აი ამას უკავშირებენ სწორედ ნოეს წარღვნას. მაგრამ რამდენად სანდოა ეს იყო თითქოს გაზიარებული, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანია აი ამ შესაძლოა ამ ჰიპოთეზასთან დაკავშირებით და არის კიდე სხვა ვერსიები, რომელზეც ვისაუბრებთ, მაგრამ აი ამ ვერსიით წარმოიდგინეთ ახალი კვლევის თანახმად ის მხოლოდ 30 მეტრით იყო დაბალი და არა უფრო მეტად, როგორც ეს ქონდა ბალარდს წარმოდგენილი და ეს აქაც ერთ-ერთი სქემა არის და ძალიან ესე ყურადღებით მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება. ესე იგი, რო დავიწყოთ უძველესი ეპოქიდან, სადღაც გიუნცის გამყინვარებისას იყო შავი ზღვის დონე იყო -150 მეტრზე, ანუ დღევანდელიდან 150 მეტრით დაბლა. ეს არის გიუნცის რაც შეეხება 125,000 წლის წინანდელი, ეს არის 100 მეტრითაც იყო დაბლა და მანამდე იყო პლუს 20-40 მეტრით. ეს კი როგორი კლიმატური ცვლილებები ხდებოდა, როგორც წარმოიდგინოთ, რა თქმა უნდა, ეს 72,000 კი ბატონო, ტრანსგრესიები, რეგრესიები და 72-45,000 წლის წინ ხდება ეს -60-70 მეტრია. ანუ დღევანდელი დონიდან 60-70 მეტრზე უფრო დაბლა მდებარეობდა ზღვის დონე, ვიდრე დღეს არის. ეს ეპოქა ემთხვევა ჩვენთან საქართველოს შემთხვევაში, როგორც ნეანდერტალელების ცხოვრების პერიოდს, ასევე თანამედროვე ადამიანების შემოსვლის პერიოდს. დაახლოებით 50,000 წლის წინ საქართველოს ტერიტორია წარმოადგენს, მე ხა ამიერკავკასიაზე არ ვისაუბრებ მხოლოდ საქართველოზე, იმიტომ რომ აქ არის ჯერჯერობით დადასტურებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ჰომო საპიენსი, ეს არის ჭიათურის რაიონში დადგენილი, ბორთვალა კლდეში, სადაც აი ზუსტად ეს ასაკი არის 47 დაახლოებით 48,000 წლის წინანდელი. მსგავსი ვითარება ჩვენ გქონდა საუბარი წინა ვიდეოში,
წინა პრეზენტაციისას თუ ლექციისას, რომ მსგავსი თარიღები ცოტა ნაკლები არის ევროპასა და ასევე ალტაიში ეს დენისოვის შემდეგ ხდება -10 +1 ეს თამაშობს ეს ზღვის დონე და აი ხოლოცეში 8500 წლიდან ჩვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს იმ აღმოჩენებთან დაკავშირებით რომელიც გვაქვს ახლა ზღვის დონე იყო -10-12 მეტრი 3500 წლამდე არის დაახლოებით ამ დონეზე შემდეგ არის -5 -8 მეტრი და ეს 8 მეტრი მიდან ჩვენ დავიმახსოვროთ ისევე როგორც -10 და 12 მეტრი და შემდეგ 1000 წლის წინ დაახლოებით იწყება უკვე ზღვის დონის მატება +1-3 და ნუ ეს არის უკვე დღევანდელი ვითარება. ეხლა როგორც ვიცით ზოგადად ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მართლა უდიდრესი ქვეყანაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, იმიტომ რომ სადაც კი მართლა ბარს დაკრავ, ყველგან რაღაცა ჩდება. ნუ ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა ძეგლი თუ ყველა პუნქტი იყოს დაფიქსირებული, კოორდინატები იყოს ასევე დაფიქსირებული და დატანილი სად რა არის, იმიტომ რომ საერთო სურათის წარმოსადგენად მე ვფიქრობ საერთო სურათი არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი სამომავლოდ ეს ყველა პუნქტი და ყველა ძეგლი წარადგება არა მხოლოდ რაღაცა ამ ჩვენი ტერიტორიის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და ობიექტივებით დატვირთულ და მდიდარ ქვეყნის წარმოჩენას, არამედ სამომავლო კვლევებს, იმიტომ რომ ალბათ ყველა პუნქტი იმსახურებს ყურადღებას, თუნდაც იმისთვის რომ მივხვდეთ რომ ის არ იმსახურებს ყურადღებას იმდენს, მაგრამ იმსახურებს სხვა ძეგლი და მე უნდა შედგეს რა თქმა უნდა უკვე ზუსტი რუკები და ამ რუკების მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს მე ყველა როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენელმა, ასევე მშენებელმა თუ რა ვიცი, აი ყველა ვინც კი ეხება ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ძალიან ბევრს უჩნდება ხოლმე კითხვა რა შუაშია პალეოლითი და რა კავშირში შეიძლება იყოს სხვასთან და თქვა ისეთ აღმოჩენებთან, რომელიც ჩვენი ხელმძღვანელობით აღმოჩენები შეიძლება დავარქვათ გადასტურება მოხდა მაგალითად ჩემი ინიციატივით რომ ეს ზოგადად პალეოლითით არის დაინტერესებული. ნიკას და მე ბევრი დრო გავიტარებია ექსპედიციებში. ნუ ცხოვრების ნახევარი თუ არა ყოველ შემთხვევაში 1/4 მაინც. ძალიან ხშირად კარავი და სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროები ჩვენი მეორე სახლი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა შენი სახლი მაინც უსხვაა. მით უმეტეს სახლი სადაც ყოფნაკ სიამოვნებს, სადაც ისვენებ, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად და მერე კვლავ მზად ხარ ახალი აღმოჩენებისთვის. ბინა რომ მყუდრო იყოს და იქ ყოფნაკ სიამოვნებდეს, ამისათვის კარგი რემონტია საჭირო. და სწორედ ასეთ რემონტს გვთავაზობს ჩემი არხის სპონსორი კომპანია მშენობელი, რომელშიც თავისი საქმის პროფესიონალები მუშაობენ. ისინი ითვალისწინებენ ყველა თქვენს სურვილს და გთავაზობენ ბინის კომფორტულად მოწყობის საკუთარ იდეებსაც. კომპანია რემონტს აკეთებს სწრაფად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასად. მშენობელის დევიზია თქვენი დრო ჩვენთვის ძვირფასია. ყველა სერვისი ერთ კომპანიაში. ჩვენ უკვე ვანდეთ მშენობელს ჩვენი ბინის რემონტი. ახლა თქვენი ჯერია. კომპანიის მისამართს და ტელეფონებს ვიდეოს აღწერაში იპოვით. საქმე იმაშია რომ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში 2014 წელს თხოვეს გამეკეთებინა პროექტი ეს ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და მიმული უნდა ყოფილიყო ბულგარეთთან. ეს ბულგარელების ინიციატივა იყო ამ პროექტს მათივე დარქმეული სახელი ერქვა კურთხეული მიწები და იმ პერიოდში იუნესკოს ხელმძღვანელობდა ბულგარელი ქალი გენერალური დირექტორი იყო და მოკლედ აი რაღაცნაირად ეს პროექტი გავაკეთე ისე რომ ეს დასავლეთ საქართველოს და ზღვისპირეთიც რა თქმა უნდა ჩართული იყო ამ პროექტში მეზობლება და მოკლედ იყო მოწონებული მაგალითად ტაბაწყურზე ჩატარდა რომელიც ცნობილია რომ ესეთ ვულკანური წარმოშობის არის და ტბაში თვითონ შიგნით არის კუნძულიც ეს კუნძული თავის დროზე არ იყო კუნძული ცხადია და აღმოჩნდა რომ ესე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებია, რომელიც მერე დაიფარა და იქ ოქროს ნივთებიც კი არის
რამოდენიმე წელი აღმოჩენილი. ბიძგი მოგვცა იმან, რომ მარტვილის მუზეუმშიც ერთად ვიყავით მე და ვასოც და კიდევ დიდი ჯგუფი იყო ილიას უნივერსიტეტიდან, სწორედ იქ ყუთებში შენახული და ფონდებში დაცული მასალის ნახვისას აღმოვაჩინეთ, რომ ყოფილა იქვე დადგენილი ძალიან ძველი არტეფაქტები, აი ეს შემთხვევით მოპოვებული. ერთი იყო აშელური ხელსური, რომელიც ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, მინიმუმ 300,000 წლის წინანდელი იყოს მინიმუმ. და ასევე ისეთი კაჟის იარაღები, რომლებიც მსგავსი გვაქვს ჭურჭულის მღვიმეში და რომლებიც დათარიღებულია. ეს არის დაახლოებით 260, 274,000 გვაქვს და ასე შემდეგ და 150,000 წლის წინანდელი. აი ესეთი ნივთების აღმოჩენამ განაპირობა სწორედ ჩემი ინტერესის გაჩენა და თავისთავად ისე დაბლობზე, როგორც ვთქვათ, მარტვილის დაბალი რეგიონებია, ხო? უკვე ჩემთვის რაღაცნაირად აი ესეთი დამაფიქრებელი აღმოჩნდა და ვიფიქრე, მოდი იქნება და უფრო დეტალურად შევისწავლოთ, თქვათ, ეს ფლუქტუაციების, ზღვის ფლუქტუაციების ამბები, მით უმეტეს, როდესაც უამრავი რაღაც სხვა ამბები ვიცოდით, რომ ვთქვათ, გურიის მთებში და არა მარტო გურიის, რა თქმა უნდა, მომიჯნავე ტერიტორიებზე, იგივე სამხრეთის ტერიტორიაზე ღუზები აღმოჩენილი მთაში, ჯაჭვები აღმოჩენილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ასეა თუ ისე, ეს ინტერესი გაჩნდა. და ამი ამბობდა ჩვენი მეგობარი, რაც გარდაცვლილი საოცარი არქეოლოგი გაბიძაშვილი, ხვამლის მთაზე ეძებდა იმას. ხვამლი ძალიან მაღალია ზღვისთვის, მაგრამ არსებობდა ესეთი ლეგენდა, რომ ხვამლზე არის ღუზა თავისი ჯაჭვით, ეს ადგილობრივები ამას უბრალოდ ამტკიცებდნენ, რა თქმა უნდა. არა, საქმე იმაშია, რომ გურიის მთებში, რა თქმა უნდა, არის, ანუ მთიან რეგიონებში აღმოჩენილია და რეალურად მართლა არსებობს და ამას აქვს თავისი ახსნა, რომელზეც ალბათ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ ამავე ლექციაში. და ასევე გრიგოლეთშიც, აი მიპოვე ესეთი საჩეხი იარაღი, რომელსაც ეთყობა, რა თქმა უნდა, წყალქვეშა ნაგრავებია, რა თქმა უნდა, არის ცოტა მოგლუვებული, მაგრამ არის საჩეხი იარაღი, აი ფორმას როგორც ხედავთ, არის გადაღებული როგორც ზურგის მხარე, ისე მუცლის მხარე, ანუ დორსალური და ვენტრალური ნაწილი და ასევე მისი ორივე მხრიდან ძალიან არქაული ჩანს რაღაცა, ხო? და თვითონ ფორმა არის ძალიან არქაული. ფორმა არის არქაული, ასევე ეს არის რაღაცა ვულკანურ ქანზეა დამზადებული. ეს ჯერ კიდევ შესასწავლებლობს. მოკლედ, როდესაც ამ ქვისხანაზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი, ხა ჩემთვის მთავარი ინტერესი ამ ქვისხანის, თქვა, რომ ნამდვილად იქ იქნება ეს ყველა იცის, ისედაც თეორიულადაც, როდესაც წარმოიდგენს და ახედავს იმ რუკებს, რომელიც თქვენ გაჩვენეთ და წარმოგიდგენთ, ყველა მიხვდება, რომ ის ტერიტორია, რა თქმა უნდა, ადამიანებით იქნებოდა დასახლებული მაშინ, როდესაც ეს იყო ხმელეთი და თან იმ ეპოქებში, რომელიც ასევე ესე მეტნაკლებად დეტალურად გაჩვენეთ, ხო? მაგრამ ჩემთვის ასევე საინტერესო არის, დღემდე საინტერესოა ცხადია და ამაზე რაღაცა მოგეთ მუშაობ, არა მარტო მე, ჩემი გუნდებიც, ჩემი კოლეგებიც, არა მარტო საქართველოს, არამედ საზღვარგარეთაც, თუ როგორ ხდებოდა განსახლება ადამიანების და საით შეიძლებოდა რომ განსახლებულიყვნენ და საით უნდა წასულიყვნენ, ან საიდან უნდა მოსულიყო. და სწორედ ამას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ხმელეთის არსებობის ფაქტის დადგენა და პლუს კიდე წყლის საზღვარიც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ ადამიანი როგორც წესი ცხოვრობს ან წყლის ნაპირას და ბოლოს ზღვა ჭირდება ორიენტაციისთვისაც, ხო, ყველაფერს სხვადასხვა სარგებლობს ამ ზღვით ყოველთვის და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მე ვერ ვიზიარებ მოკლედ იმ მოსაზრებას, რომ იგივე ის ტომები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მსახლობდნენ და ან კიდე მოგვიანო პერიოდში, ზღვასთან თითქოს ამ ქართველ ტომებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ, ნუ ეს ლაზების კავშირზე რა თქმა უნდა ცნობილია, მაგრამ იგივე ჩვენს ტერიტორიაზე, დღევანდელ ჩვენ ტერიტორიაზე მოსახლე
თოთომებს თუ ეთნიკურ ჯგუფებს თუ რასაც დავარქმევთ იმ სახელმწიფოებს რომ ქალაქებს რომ არ ქონდათ ურთიერთობა ზღვასთან აი ისეთი როგორც ზღვასთან უნდა ქონდეს საზღვაო ნებისმიერ ზღვასთან ცხოვრებ ადამიანს ხო ეს ძალიან ხარი და კაფე მოსაზრება რომ ჩვენა გვეშინოდა ზღვის და რაღაც არა რა თქმა უნდა ზღვის გვეშინოდა მოდის და თითქოს რამდენი საუკუნის რამდენი ათასწლეულის განმავლობაში უნდა გშინებოდა ჩვენი ზღვის რომ ვერაფრით ვერ შევეჩვით ზღვას როცა თქვა ადამიანი ეგუება ყველა ნებისმიერი ადამიანი ეგუება ახალ გარემოს მეტნაკლებად ხო ყოველ შემთხვევაში შეგუება ნამდვილად ჩვენი რამდენად ჩვენთვის ცნობილია და რა ზაზე ჩვენ საუბრობთ ჩვენ ვართ ავტოხტონური მოსახლეობა და ჩემთვის ეს მოსაზრება ცოტა არ იყოს და კითხვებს მიჩენს. ანუ მოსულები ჩვენ არ ვართ ასე რომ შეგუება თქვა ზღვასთან ფაქტიურად რაც დავსახლდით იმის მერე შეგუებულები ვიყავით. კი ბატონო, მთის დინარეებთან სახლობდნენ ადამიანები, რომლებსაც მიქონდათ ყოველთვის ყველაფერი პერიოდულად რა, ну ისეთ დინარეების ხეობებში, მთის დინარეებში სახლობდნენ ადამიანები. თუ ხა საფრთხეზეა საუბარი, სხვა შიში მე ვერ წარმოვიდგენია ეს უნდა იყოს რეალური შიში, რომელიც უნდა იყოს დაკავშირებული ფიზიკურ განადგურებასთან, ხო? რომელსაც იწვევდა იგივე მდინარეების მოდინდება, ვარცოფები და 1000 სხვა რამ. ხოლო რაც შეეხება ხა ზღვას, ზღვა მისი ცხელვა, ვთქვათ და ის აწევა, დაწევა, ვთქვათ, დონის ეს ტრანსგრესიული აბსოლუტურად ცხოვრობს ზღვისგან, არაფერი პრობლემა არ არის, ხო? ხო, რა თქმა უნდა და ეს ფლუქტუაციები არ არის ერთ წამში, შეიძლება ვთქვათ, მართლა წარმოიდგინოს ადამიანმა აი ეს ვერსია, რაც უკავშირდება წარღვნას, რომ აი გადმოიქცა ხმელთაშუა ზღვა, მაგრამ ის გადმოქცევაც არ იყო ესეთი უეცარი, ის იღრებოდა. ვთქვათ, ეს რაღაცა გარკვეული ტემპი. მოკლედ ასეა თუ ისე მე უბრალოდ მივაქცე მე ხა ძალიან სწრაფად გავირბენ ამ თემას, იმიტომ რომ უამრავი რაოდენობის ძეგლი და ნივთები აღმოჩენილი და პალეონტოლოგიური ნივთებიც არის აღმოჩენილი სხვა ქვეყნებში წყალქვეშ და აი მაგალითად ესეთი არის მაგალითად ხორვატიაში ეს არის აი მამონტის ძვალი, რომელიც ძალიან კარგად არის შენახული, ბარზახის ძვალი, კბილები, ეს არის ხორვატიაში შუა პალეოლითური ძეგლია. ეს ნიანდერტალის, რა ქვია, ნიდერლანდებში აღმოჩენები აი ეს მაგალითად. ასევე ძალიან საინტერესოა აი დიდ ბრიტანეთსა და მატერიკს შორის ტერიტორია, რომელსაც დოგერლენდი ეწოდებოდა და დოგერლენდში აღმოჩენილი. აი ეს წარმოიდგინეთ, ახლა ბოლო გამყინვარების პერიოდი, რომელსაც ბიურმი ეწოდება, რა თქმა უნდა, და ბიურმის მერე რამდენიმე ეტაპად იყოფა და მაქსიმუმი მისი გამყინვარების იყო 25-19000 წელი, ზღვის დონე იყო 70 მეტრი დაბლა. ეს ყველაფერი ჩვენ ნანაკი გვაქვს, წეგან ნახეთ იმ რუკებზე, ხო? და შემდეგ როდესაც დაიწყო ჰოლოცენის ეპოქა, როდესაც დათბობა დაიწყო ეს მეზოლითიდან სოფლიო ოკეანის დონეზეა საუბარი, ხო? სოფლიო ოკეანის დონეზე 70 მეტრის. კი ბატონო, როცა ზღვა, კი, რა თქმა უნდა, ზღვაზეა საუბარი. ზიარჩოთი ოკეანის დონე. და შემდეგ როდესაც ხდება ეს მყინვარების საბოლოო დაადნობა, თქვა, უკვე ზღვის დონე აიწია და ნუ ეს ხდება დაახლოებით 8500 წლის წინ. ну აქაც არის სხვადასხვა ევროპის სხვა ტერიტორიაზე აღმოჩენილი პალეოლითური ეპოქის როგორც ძვლოვანი ისე ქვის მასალა და ну მოკლედ ეს მომაქვს უბრალოდ მაგალითისთვის რომ ჩვენთან რამდენი რამე არის შესაძლებელი რომ ჯერ კიდე ნამდვილად შემორჩენილია და ჩვენ ზღვას აქვს ის უპირატესობა რომ გოგირწყალობადის დიდი მაღალი რაოდენობის შემცველობის გამო ორგანული მასალა კარგად ინახება ის იშლება როგორც კი შაგბათთან მოდის შეხებაში ამიტომ ისე ამოღება არის პრაქტიკულად ისეთი ძალიან სპეციფიურად უნდა წყალქვეშ გათხრა პრინციპში იგივე მეთოდოლოგია რაც
ხმელეთზე გამოიყენება, მაგრამ იქვე უნდა მოხდეს რაღაცნაირად ისე. შენახვა და ამოტანა რომ ჟანგბადთან არ მოხდეს, მოკლედ სანაპირო ზოლის სიგრძე არის 312 კილომეტრი. დიდმა მიზნება განაპირობა ჩემიდან დაინტერესება და პლუს კიდევ რა თქმა უნდა მე განხორციელებდით ვიზიტებს ბათუმის მუზეუმში, ადგილობრივებთან და ასე შემდეგ, რომ გვენახა ის მასალა, რაც არის წყალქვეშ ნაპოვნი. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში არის ექსპოზიციაზე არის ეს ამფორები, რკინის ღუზები, ქვის ღუზა, ბალასტი, ამფორა იცით რომ მაინც ეს არის უფრო სანაოსნო საშუალებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი და არის სპეციალურ სადგამებში იდგმებოდა ეს ისინი. კი ბატონო. ხო, არა მარტო სითხის, არამედ მარცვლეული შესანახად უარ გადმოქცეულიყო, უარ დაბნეულიყო და უარ გადმოქცეულიყო სითხის შემთხვევაში. ანუ ეს არის კატალოგი შედგენილი არის ბათუმის არქეოლოგების მიერ, რაც გარდაცვლილი არაჩვეულებრივი არქეოლოგისა და ადამიანის ბატონ ამირან კახიძის და უნივერსიტეტის ბილი რექტორის ბატონ მერაბ ხალვაშის მიერ ეს აღმოჩენილი მასალების წყალქვეშ აღმოჩენილი მასალების კატალოგი, სადაც მოხდა ჩვენს მიერ მიწოდებული ASDOC-იც, რომელიც ეს ხმელეთის არის, მაგრამ წყალში აღმოჩნდა, შეიძლება ჩამოტანილია, ჩარეცხილია და ასე შემდეგ. მოკლედ კიდე ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გონიესკენ წარსulis იყო ის, რომ სიმართლე გითხრათ აქ კოლეგებისა ილიას უნივერსიტეტმა ადრე ჩაატარა მიშა ელაშვილის ინიციატივით ჩატარდა და პირადად მაგრამ ის რაც დაბიქსირდა ფსკერზე მაშინ ეს ფსკერზე აღმოჩნდა ბუნებრივი წყლის მიერ ნამუშევარი, ესე ვთქვათ, ბუნებრივად გამოსახული, ესე იგი რაღაცა ფორმები, რომელიც ემსგავსებოდა რაღაცა ნაგებობების მსგავსი იყო, მაგრამ თავისთავად აი ქიმიის არსებობა უნივერსიტეტელებმა, მათ შორის ჩვენმა მეგობარმა და კოლეგამ როგორც უნივერსიტეტიდან ასევე სკოლპარკის დირექტორმა ზურა გურილიძემ რა თქმა უნდა იცოდა და ნათია კობალიანმა მისმა მეუღლემ რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დიდი ხანია დელფინების საკითხთან დაკავშირებით და ქონდა კიდევაც მარტის შუა რიცხვებში ინტერვიუ აუცილებლად უნდა ნახოთ ჩემს მაყურებლებს ვეუბნები ძალიან საინტერესო ინტერვიუ ძალიან საინტერესო ადევნეთ თვალით არ გადართოთ ჩემი არხიდან და აი მათ ქონდათ ერთ-ერთი ესე ვთქვათ რეპერად ქონდათ დასმული რაღაცა ჯოხის კი ამ კუნძულის თავზე, მაგრამ აღნიშნა რომ თურმე ეს ყოფილა კიდეზე და ანუ კუნძულის როგორც ესე ვთქვათ აი ცალკე ესეთი დიდი ერთეულის ფიქსაცია ადრე ესე არ მომხდარა როგორც ხვდები, არსია თუ ისე მოკლედ ვიფიქრეთ იმაზე რომ ეს არის ვულკანური რეგიონი, აქ არის ახლა სარფის და გონიას მიდამოები, რომელსაც თქვენთან ცნობთ ალბათ, ეს არის ვულკანური ქანებისგან შედგება. შესაბამისად ეს სანაპირო ზოლის ეს მონაკვეთი განსხვავდება კოლხეთის დაბლობისაგან და აქ შეუძლებელია თქვა 7 მეტრის სიღრმეზე რაღაცის პოვნა თუ ის არ არის მყარი ქარი. და სწორედ ერთ-ერთი აღმოჩენა რაც თავის დროზე იყო გაკეთებული ჩვენი გემის გამოყენებით, რომელსაც მამუკა მოდებაძე ხელმძღვანელობს ხოლმე ჩვენგან და 7 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა რაღაცა ჭურჭელი. და ზუსტად ამან დამაფიქრა რომ 7 მეტრის სიღრმეზე შეუძლებელი იყო და 2019 წელს ჩავატარეთ გამოვიყენა ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რომელიც გვაქვს. ეს არის გემი, ეს არის სკანერი, ეს არის ბაზა საზღვაო კვლევების ბაზა გრიგოლეთში და ჩვენი სპეციალისტები რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყოფა პროგრამულად და რაღაცა პროგრამა ჩვენთანაც იყო, ეს არ არის ყველაზე თანამედროვე პროგრამა და ტექნიკური შესაძლებლობები, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოკლედ პრაქტიკულად 3 დღე ვიყავით ზღვაზე, 2 ღამე, 1 ღამე გავატარე გემზე, მაგრამ წავედით ზუსტად იმ მიმართულებით, სადაც გვეგულებოდა ეს კუნძული და
რა თქმა უნდა, სკანერის საშუალებით მოხდა ამ კუნძულის დაფიქსირება. ახლა დაბლა მარჯვენა სკანერი მე მახსოვს 10 წლის წინ არის შეძენილი მე მგონი, საკმაოდ. ხო, შეიძლება უფრო ადრე სიმართლე გითხრათ, მე ახლა არ მახსოვს. უფრო ადრეც კი, აი. შეიძლება. მე გამოვცადეთ პირველად მაშინ, ხო, ორი სკანერი იყო, ერთი პატარა და ერთი დიდი, მე მგონი ეს დიდია ზუსტად, ხო. ეს დიდია, კი. ეს დიდია და ამისთვის არის სპეციალურად დამონტაჟებული არის გემზე, ამ წელს კი, იმიტომ რომ ამას ჭირდება ამ წელს და ნუ მორგებულია ესე ვთქვათ სამეცნიერო კვლევებისთვის ეს გემი. ეს სწორედ აი კომპიუტერული დაკვირვებით ამ სკანერით და ასევე ბათიმეტრიით, რომელიც თვითონ გემზე რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა არის, აი დაფიქსირდა ეგ ხედავ აი კუნძულს, აი ლურჯად არის, აი ბადეში და აი ესეთი ხო, მარჯვენა კიდეს. კი ბატონო, და ეგ არის რაღაცა ესეთი წაგრძელებული ვალური, წაგრძელებული რაღაცა ფორმა აქვს, ესეთი ელიფსის მსგავსი და ეს აღნიშნული არის, აი ეს ლურჯად არის აღნიშნული სწორედ ეს ხვრელი. ესე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როდესაც მოვიძიეთ მე ლიტერატურაში ავტორები, ისეთ ცნობილი ავტორები, როგორც ვთქვათ, ბერძნული სპეციალისტი, პროფესორი აკაკი ურუშაძე, ასევე აკაკი გელოვანი, ისინი იხსენებენ კირკეს, ციგს და ეს კირკე, ეს არის წრე. და აი ამ წრეს ამსგავსებდნენ, ამბობდნენ, რომ შეიძლება იყოს რაღაცა წყლის ფორმის და ჩვენც რაღაცა ეს ფორმა რომ დავადგინეთ ამ კუნძულის რატომღაც ისიც რატომღაც არა გაგვახსენდა ის ამბავი ცხადია და კირკე კიდევ ისიც რომ ეს იყო მედიას მამი და რომელზეც მითოლოგიაში ბევრია საუბარი. მოკლედ ჩვენ შევძელით მაშინ ორ დღეში ისიც კი რომ ყვითავები ჩავიდნენ წყალქვეშ თვითონ კუნძულის თავზე სცადეს და ამოიღეს გარკვეული სინჯები და ასევე ერთი ნატეხი, ერთი ფრაგმენტი აღმოჩნდა ამ კუნძულის ზედაპირზე, რომელიც ჩანს აი აქ. ეხლა საქმე იმაშია, რომ მე ხალხი რა თქმა უნდა გაფრთხილებული საყავს, არა მარტო გაფრთხილებული ყავს, უკვე თვითონაც მოდომებულები არიან და თუ კი რამე აღმოჩნდება ხოლმე ისეთი, რომელიც არ ენანებათ ალბათ მეთევზეებს და მებადურებს, აი ისინი უკვე მათყობინებენ. ეხლა მაგალითად 2-3 დღის წინ მივიღე აი ამფორის ფოტო, რომელიც საბურავზეა დადებული ფოტო, მაგრამ ხოლმე ფოტონანახი და ის გამოგზავნეს. ეს არის ამფორა, რომელიც ჩამოტანილი არის როგორც ჩანს მდინარის მიერ, აი ესე დეტალში აღმოჩენილი, მაგრამ ასეა თუ ისე წყალქვეშ ბევრი რამე. ერთ-ერთი შედეგი რასაც მივახციეთ 2019 წელს ეს მონაკვეთი კი ისწავლება რა თქმა უნდა და აქ ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ჯგუფებიც მუშაობენ, მაგრამ ჩვენს მიერ დადასტურდა ციხისძირის ანუ პეტრას პირდაპირ დადასტურდა 2 ან შესაძლოა 3 ლითოლოგიური ფენი. რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. ეს იქვეა ძალიან ახლოს არის სანაპირო ზოლიდან, ანუ შესაძლებელია პეტრაც რა თქმა უნდა ეს არის ქვიანი რეგიონია, მყარი რეგიონია, პეტრაც იმიტომ ქვია ხო სახელად. აი აქ ამ 2 თუ 3 ლითოლოგიური ფენის დადასტურება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესაძლოა თვითონ ეს ციხისძირის ანუ პეტრას ტერიტორიაც გაცილებით დიდი იყო, არ ვიცი გაცილებით თუ არა, ყოველ შემთხვევაში უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს არის. და წყალქვეშ წავიდა, ანუ კი, წყალქვეშ წავიდა და ესეც ალბათ იმავე პროცესების გამო, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ჩვენი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა იმას, რომ მე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც დაინტერესებულია ზღვით და საზღვაო თემით, ამუკა მიქაშავითზე, რომელსაც არ აქვს ესეთი პროფესიონალური შეხება, ესე ვთქვათ, პროფესიით არ აქვს შეხება, მაგრამ რომ ვკითხოთ ერთ-ერთი ძალიან კარგი მცოდნეა ზღვის და საზღვაო თემის. აი ცელერიუსის რუკაზე მოიძირავეთ მე ჩვენ ერთად, აი ნახეთ აფსაროსი და კუნძულები, ხედავთ აქ? კი ბატონო. იოჰან იანსონიუს. აი ნახეთ. ხო, ცელერიუსის მიერ შედგენილი რუკა და აი კუნძულები აქ. ასევე კუნძულები არის, კუნძული ჩანს ორტელიუსის რუკაზე. იოჰანსონის ეს არის ორტელიუსის რუკა, აქაც ჩანს, აი ხედავთ, ნუ დეტალი მაქვს აქ გამოტანილი. აქაც აი ამ რუკაზეც ეს არის დეტალისთვის მაქვს
სწორედ მარჯვენა მხარეს ამ ცელერიუსის რუკის ერთ-ერთი დეტალი და ერთ-ერთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ეს გამომიგზავნა რუკა მაღალი რეზოლუციით ორტელიუსის რუკა სულხანმა სალაძე რაც შეეხება ჩემი პრეზენტაციის და ამბის გახმაურების შემდეგ ძალიან დაინტერესდა ხალხი, ვისაც ზოგადად საზღვაო თემა ინტერესებს და ლაშა ბაქრაძემ გამომიგზავნა ეს ფრანგული რუკა, რომ გამახსენდაო სადღაც უნდა მქონდეს ნანახიო კუნძულის არსებობის შესახებ და აი რუკაზე აი აქ ხედავთ აი აქაც დეტალად ამას გამოტანილი ცალკე აქ ხედავთ კუნძულს და აი ეს არის ნუ აფსაროსია ესა და ფრანგულად ესეც საკმაოდ შუა საუკუნეებში შექმნილი შუა საუკუნეებში სახელიელად ამ კუნძულს ეწოდება ტომბო დაფსით რაც ნიშნავს აფსიტეს სამარხს აფსიტეს საფლავს რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ აფსიტე ვიცით რომ იყო მედეას ძმა რომელიც გაეკიდა დაედევნა იასონს და ერთ-ერთი ვერსიით იასონმა ბრძოლაში მოკლა და ნუ თუ ისე მოკლეს ნუ აქ მითოლოგიაში რამდენიმე ვერსია ყოველ შემთხვევაში აი ამ კუნძულს აი აქ ქვია აფსიტეს საფლავი ეს კუნძული აქამდე არ იყო ნაპოვნი 2019 წლამდე და აღმოჩნდა რეალურად რომ ყოფილა ეხლა საქმე იმაშია რომ ამაზე საუბარი აქვს ძალიან ბევრ ავტორს პროკოპი კესარიელი საუბრობს კუნძულზე სტრაბონი საუბრობს კუნძულზე მათ შორის არის საუბარი იმაზე რომ ეს იყო ძალიან ისეთი ხშირი ტყით დაფარული ტერიტორია ძალიან ლამაზი გაუვალი ტყეებით და ასე შემდეგ მაგრამ შემდეგ უკვე შარდენი საუბრობს რომ აი მე ვეძებე სტრაბონის სეული კუნძულები და ვერსად ვერ ვიპოვე. ანუ მე-17 საუკუნეში როგორც ჩანს უკვე დაძირული იყო. ესეც ფაქტიურად შარდენმაც იცოდა რომ აქ კუნძული უნდა ყოფილიყო, ხო? ანუ იცოდა და ეძება და პირდაპირ ესე აქვს თავის ტექსტში რომ ბევრი ვიარე ყველას კითხე გადავიარე ყველაფერი და ვერსად ვერ ვიპოვე. ესე ევროპაში ცნობილი იყო ეს ამბავი კი, ცნობილი იყო და რა თქმა უნდა ეს იყო ძველი ბერძნული წყაროებიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა იყო ცნობილი. ეხლა ეს რუკაც ეს არ ამოხოლდა იმისთვის ეს არ ჩამითვალაში მე რაღაცა პოლიტიკურ საკითხად აფხაზების საცხოვრებელი ტერიტორია ეს რუკა არის თვითონ ესეთი აქ უბრალოდ ხომალდებიან ნაჩვენები ანუ როგორ ინტენსიური მიმოსვლა იყო ამ ჩვენ შავი ზღვის პირეთში მათ შორის არის რა თქმა უნდა ჩვენი მეზობელი თურქეთის რეგიონი, აფხაზეთის ტერიტორია, დღევანდელი ოკუპირებული აფხაზეთის და ჩვენი სანაპირო ზოლი, კოლხეთის სანაპირო ზოლი. ეს არის რელიეფი და ნუ ეხლა რელიეფზე ჩვენ შემდეგაც ვისაუბრებთ, საქმე იმაშია, რომ ეს არის ზღვაში, ესე ვთქვათ, ფსკერის რელიეფი და ჩვენი კვლევის შედეგად, რომელიც 24 წელს ჩატარდა უკვე დიდი სამეცნიერო გემის მეშვეობით გამოყენებით უკვე აღმოჩნდა რომ აი ხმელეთის რელიეფია ამ პროგრამული ჯერ ბოლომდე არ არის ეს პროგრამა დამუშავებული რაც მოასწრეს ჩვენება ლაშას უყიში მაგალითად რაც მოასწრო ხმელეთის რელიეფი რა თქმა უნდა დადასტურდა კიდე ძალიან საინტერესო ამბავი არის უზარმაზარი რღვევის ზოლი რომელიც გადის ესე პირდაპირ თითქმის ორგონიოს გაასწრიდა ეს რღვევის ზოლი უნდა იყოს დაახლოებით 5.300.000 წლის წინანდელი. ეს ისეთივე ძალიან დიდი რღვევის ზოლია, რომელიც მე წევს ხოლმე ძალიან დიდ ძვრებს ესე ვთქვათ. მოკლედ ამ ჩვენი ინფორმაციის გახმაურების საფუძველზე, რომელშიც უზარმაზარი წვლილი აქვს და დაუფასებელი და შეუფასებელი წვლილი აქვს გეოგრაფიკის თანამშრომლს მამუკა კვილავას და ასევე მწვანეთა მოძრაობასაც, იმიტომ რომ სწორედ ჩემი ილიას უნივერსიტეტში მოხსენების დროს იგი ესწრებოდა ამ მოხსენებას და ნუ თურმე მასთან ურთიერთობის დროს
ხანგრძლივი ურთიერთობის პერიოდში სულ კითხულობდნენ თუ არის კულტურული მემკვიდრეობა თქვენთან წყალქვეშ. და არ ვიცოდიოდა, ეს მოხსენების ანონსი როცა წაიკითხა დაესწრო და მან გაიტანა ეს ჩემი ამბავი ევროპაში და შედგა მე უკვე რაბზონში, შტატშიც მომიწია პრეზენტაციის წარდგენა და ასე შემდეგ და პრაქტიკულად მე უკვე ერთობლივი სტატია გავაკეთე და ეს სტატია იბეჭდება ერთ ევროპულ ჟურნალში და ასევე დაიბეჭდება სხვა ევროპულ ჟურნალში. საქმე ის არის, რომ ეს გემი, რომელსაც ხედავთ, ეს შემოსვლა მაქვს გადაღებული, მე უკვე სანაპიროზე ამ გემს ქვია სახელად Mare Nigrum, ეს არის შავი ზღვის კვლევებისთვის 20-24 ჰორიზონტის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის სამეცნიერო გემი, მთელი ეს ქვეყნები და პლუს კიდე სხვა ქვეყნების, ხმელთაშუაზღვის ქვეყნების ამ გემით სარგებლობენ, ეს არის პრაქტიკულად ესე ტექნოლოგიის და ტექნიკის უახლესი სიტყვით აღჭურვილი სამეცნიერო გემი და კოორდინატორი ქვეყანა ამ პროექტის იყო რუმინეთი და ეს რუმინეთის დროშით მცურავი გემია და სწორედ ეს გემი შემოვიდა ამ ინფორმაციის შემდეგ. ოღონდ ეს იყო ბოლო წელი, ბოლო თვეები ამ პროექტის, არანაირი ფინანსური განსხვავება, მაგრამ თუნდაც ჩვენთვის ეს უზარმაზარი საქმე იყო, სწორედ სამეცნიერო მიმართულებით. იმიტომ რომ იმდენად საყურადღებო გახდა მათთვის ეს ამბავი, რომ თავიანთი გეგმები შეცვალეს ამ პროექტის და თითქმის 10 დღე დაუთმეს ჩვენთან საქართველოში ვიზიტს. და განხორციელდა სამეცნიერო ვინც არ იცის გემის ერთი დღე იმდენი ჯდება, რომ ძალიან ეს რთულესი გადასაწყვეტია ასეთი რამის გაკეთება და დაკომპლექტებულია ეს გემი და ეკიპაჟი და რომ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, არ ვიცი 1000 ქვეყნიდან რუმინელებიც ხადი არიან და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის ძალიან გამოცდილი გუნდი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ხალხის იყო წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც შემდეგ დამეხმარნენ გარკვეული მიმართულებით, რომ თუნდაც მოკლევადიანი ექსპედიცია ერთდღიანი ჩამეტარებინა და ეს არის სწორედ მამუკა გუილავა, რომელიც გემის კაპიტანთან ეს არის ეს სკანერები და რა აღმოჩნდა ჩვენთვის საინტერესო. თურმე მთელ მსოფლიოს ოკეანეებში უკვე რამდენიმე წელია ჩაშვებული არის ესეთი აპარატურა, რასაც ქვია სახელად არგო და ჩვენ არც კი ვიცოდით, ახლა ჩვენთან შავ ზღვაში აღმოჩნდა ეს უკვე მეორე და ჩვენთან ჩაუშვეს, ეს არის ესეთი ტორპედოს მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ჩადის 1 კილომეტრის სიღრმეზე ყოველ 15 წუთში ამოდის მიყვება დინებას და ამ ყოველ 15 წუთში უშვებს ინფორმაციას წყალქვეშ ფენების მიხედვით ამ წყლის შემადგენლობა, შემცველობა, ექიმიური შემცველობა, ცვალება ტემპერატურული და ასე შემდეგ. რაც შეეხება დანარჩენს, ამ გემმა გააკეთა ესეთი რამე პრაქტიკულად ანაკლეიდან ჩვენ ტერიტორიაზე საუბრობ, ანაკლეიდან სარფის შატვით დაისკანა ყველაფერი, მაგრამ პირველადი ყურადღება მიექცა რა თქმა უნდა კუნძულს. იმიტომ რომ ამისთვის იყვნენ შემოსულები, ეს არის ის მონაკვეთი, ეს კუნძული რა თქმა უნდა პირობითად არის აღნიშნული. ეს არის უკვე სონარი, რომელიც საშუალებითაც რა თქმა უნდა კეთდებოდა რაღაცეები და რა არის მთავარი და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისით ჩვენ ყველა პუნქტის, ყველა ობიექტის, ყველა არტეფაქტის ზუსტი კოორდინატები გვაქვს. წყალქვეშ აღმოჩნდა, აი აქ ხედავთ, ეს არის სტრუქტურები, ხელოვნური ნაგებობები. აჰა. აი ეს ოქროსფერი როა. კი ბატონო, ეს არის ნაგებობები. ნაგებობები და აი აქ აღნიშნული არის. ეს კი 300 მეტრში არის ზღვის სანაპირო ზოლიდან. და არის 3-დან 8 მეტრამდე და 9 მეტრის სიმაღლის არის. მაგრამ ერთი მიმართულებით ესე გრძელდება 150 მეტრის მანძილზე. ჩრდილოეთის მიმართულებით. და ასევე აქ არის აღმოჩენილი აი ესეთი გემი, ჩაძირული გემი, რომელსაც აი ხედავთ. და ასევე ამ გემთან დაკავშირებით არის საინტერესო ამბავი ის, რომ ეს გემი არის გაზომილი
სიგრძე აქვს 20 მეტრი, 2 მეტრი და 20 სანტიმეტრი არის სიგანეში და იქვე არის კიდევ 2 ძალიან მაღალი ბოძი აღმოჩნდა. ჯერ არ ვიცით, რომ ვერ ნახეთ, როდესაც მე ამის შემდეგ მე ჩავატარე გარკვეული სამუშაოები, როგორც გითხარით, თითო დღით მოახერხე გასვლა, მაგრამ ყვინთავები ზუსტ კოორდინატზე ვერ დაჯდნენ, ვერც ერთხელ პირველ შემთხვევაში, ვერც მეორე შემთხვევაში და ეს ჩასატარებელია ეს კვლევები, სწორედ ამას გთხოვენ ახლა, რომ ჩვენ ჩავიდეთ და შევამოწმოთ ეს ყველაფერი იქ და გადავიღოთ, მოხდეს ამაზე გადაღება. ანძები ხო არ არის? ანძის არ ვიცი რა არის, არ ვიცი ამას ვერ გეტყვით რა არის, წინასწარ შეიძლება ვთქვათ რაღაცა მოსაზრებები კონდეს, მაგრამ ეხლა წინასწარ ამის გამოცნობანას თამაში რა ვიცი, მე მგონი არ იქნება კარგი და ასევე არის იქვე არტეფაქტების გროვა. ამ გემთან ახლოს ეს ყველაფერი ერთად არის, ახლოს არის ერთმანეთს. არა ხის ფრაგმენტების სიღრმეშია აღმოჩენილი, დამუშავებულია აშკარად ისეთი ხელით არის დამუშავებული, სადაც რომ დავათარიღოთ რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს რადიოკარბონული მეთოდით მისი დათარიღება. ხდება ჩვენ პრაქტიკულად 300, ესე იგი როგორც მინიმუმ 300 მეტრით უფრო დიდი იყო თავის დროზე გონიოს ტერიტორია, ნერონის ეპოქაში, ანუ პირველ საუკუნეში და მანამდეც ცხადია, იყო გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიაზე და მეორე საუკუნეში, როცა უკვე გონიოს ციხე სიმაგრე აშენდა, ის უკვე მოშორებით იყო ზღვიდან. ეხლა რატო ხდება ეს? ეს ხდება მიკროფლუქტუაციებით, ესე ვთქვათ, მიკრო თუ მინი ფლუქტუაციების შედეგად ეს რა თქმა უნდა ტრანსგრესია, რეგრესიები, ეს დათბობა. აი ხა შეიძლება დღეს ერთხელ თქვენ თორემ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს დღეს და ხვალ შეიძლება მოხდეს, ხო? როდესაც ესეთი ექსტრემალური კლიმატური პირობები გვაქვს ახლა გარეთ. აი ფაჯრის მიღმა, კარების მიღმა. მაგრამ ამას გარდა არის ძალიან საინტერესო კვლევა, ეს პოლონელების მიერ არის ჩატარებული, რომლებიც გონიოზე მუშაობენ. ხდება ესეთი რამე. ანუ აქ არის წარმოდგენილი, აი ნახავთ ამ სლაიდებზე, რომაულ ეპოქაში 3 მეტრით ზემოთ იყო, მერე 5 მეტრით ზემოთ იყო, მერე 7 მეტრით ზემოთ იყო ეს ტერიტორია. და საქმე იმაშია, რომ დადასტურებულია და დადგენილია, რომ ესე იგი ანატოლიისა და ჩვენ შორის ამაზე შესაძლოა ნალაპარაკები იგივე ტექტონიკაზე როცა საუბრობდი და გეოლოგიაზე და ზოგადად ამ ფორმირებაზე. აი ეს ფილები, რომელიც შუალედური ანატოლიასა და ჩვენ შორის, ისინი შედის აი ფილების ქვეშ, რომელიც ზღვის სანაპირო ზოლზეა, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში გონიოს ქვეშ და მისი აი მონაკვეთის ზემოთ აწევა ხდება. ეს არის ძალიან საინტერესო და თან პლუს კიდევ აღმოჩნდა, რომ ჩვენთან გაცილების მეტი სიღრმეები არის ზღვის სანაპიროდან ახლოს, ვიდრე მაგალითად დასავლეთ შავი ზღვისპირეთში, იგივე რუმინეთში, ბულგარეთში და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში აი ეს აღმოჩენები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ხო, ეს გემი და ასე შემდეგ, ეს ნაგებობები, ეს არის დღევანდელი ვითარების მიხედვით არის 13 მეტრის სიღრმეზე, რომელიც უაც არ არის ძალიან დიდი, იგივე ყვინთავების სწორედ. დაკვირვება და გადაღება, ზუსტი კოორდინატების მიგნება, ფიქსაცია, ისე როგორც ვიდეო, ისე ქვემოთ აღმოაჩინა ამ გემა. ეხლა საქმე რაშია? გემა იმუშავა კუნძულსა და ხმელეთს შორის. რადგან კუნძულის თავზე ვერ მოახერხა შედგომა, ეს არის ძალიან დიდი გემი, როგორც გითხარით, 90 მეტრის არის და ზღვის ზედაპირიდან კუნძულის ზღვის დონიდან კუნძულის ზედაპირამდე არის მხოლოდ 7 მეტრი და შესაბამისად ვერ შეძლო მუშაობა და ამიტომ არის საჭირო, გახდა საჭირო სხვა სანაოსნო საშუალებების გამოყენება, რომელიც აი რაღაცა რასაც მოვამით თავი ეს იყო, მაგრამ მაქვს იმედი, რომ იქნება ილიას უნივერსიტეტის გემისთვის მოიძებნება ფინანსური ესე ვთქვათ დახმარების წყარო, ან გამით უკვე კარგად არის შესაძლებელი ამ კუნძულის ზედაპირის შესწავლა. და ასევე მნიშვნელოვანია გრანტები დაგირდებათ რაღაც
პროექტის დაწერა. კი, რა თქმა უნდა და რა ვიცი, თვითონ ეს ევროკავშირი გვპირდება და არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ეს პროექტი გაგრძელდეს, როგორც ამ მიმართულებით, ასევე კიდე სხვა მიმართულებითაც. და რასაც ყვითავმა ვერ შეძლო ამოღება კუნძულის თავი რაღაცა მონაკვეთი დაზვერილი იქნა, ოღონდ ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა არ ქონია იმისი, რომ თქვა ქონოდა კარგი რობოტი, კარგი განათებით, საერთოდ რობოტი არ ქონია, რაც აუცილებელია საზღვაო კვლევებისთვის, მაგრამ ნახა, რასაც მე ესე ხეხელების წესების ხიბადობა ძალიან დაცულია, ძალიან დაბალია. ნახა რაღაცა თლილი ქვები, აი ბლოკი, რამოდენიმე ცალი, რომელიც ვერ ამოიტანა, მაგრამ ეს კუნძულის ზედაპირზე არის ეს რაღაცები როგორ ჩანს. და რომც არ ენახა, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ესე თქმა უნდა იქნებოდა ეს კუნძული გამოყენებული, იმიტომ რომ დაახლოებით თუ კილომეტრი ნახევარში 2 კილომეტრამდეა თუ ზედაპირს თუ ავითვალისწინებთ ფართს 900-800 მეტრზე კილომეტრი და 200 მეტრითაც და მეტითაც გრძელდება ჩრდილოეთის მიმართულებით, უბრალოდ ეს ტერასები ჩადის მერე და ეს კარგად არის, რა თქმა უნდა, მერე პროგრამულად დასამუშავებელი, აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული. ერთი გამოყენებული იქნებოდა ყველაფერს თავი დავანებოთ მებადურების და მეზღვაურების. მერე როგორც წესი, თქვათ, ქალაქს სჭირდება თავისი პორტი. და ეს პორტი, ისე თქვათ, იგივე რომაელები მაგალითად უშენდებდნენ ხომ სპეციალურად აი ესეთ შემოსასვლელებს, ეხლა როგორც ხდება, ხო, აი გემები თქვა. და იყო პროაქტულად ეს ბუნებრივი, თქვა, მოცემულობა, ბუნების საჩუქარი, აი ეგ რაღაცა ყოფილიყო. და ამიტომ ამაში მე ვარ დარწმუნებული, უბრალოდ აქ არის ჩასატარებელი ძალიან კარგი კვლევა და შემდეგ ბოლო-ბოლო მომენტიც არის, ხო, ეხლა ესეთი ჩაუძირავი გემია ფაქტიურად, რომელზე ჩენჩეგილია ასევე ეხლა ყოველთვის მშვიდობა არ იყო, ხო? მან დაცვა ჭირდებოდა სპორტს და რა თქმა უნდა, მან არ არის ამორიცხული რაღაც თავდაცვითი ნაგებობაც ყოფილიყო, რომელსაც თავდაცვისთვისაც გამოიყენებ და სავაჭროთაც და სარემონტოთაც გემების და რა ვიცი მე. რა თქმა უნდა, ეს სწორედ ხო ამისით ხდებოდა ხოლმე ესეთი მშენებლობა. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება ამისი კვლევა და ეს არის მოსაძიებელი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ის თანხები, ფინანსები, ყოველ შემთხვევაში ახალი სტატიები, რომელთაც მე მანამდე არ მქონია შეხება, ძალიან ბევრ რაღაცაზე საუბრობენ. მაგალითად, იგივე თუ თურქებმა დააღწერეს და დაწერეს, უწერიათ, აი ცოტა ხნის წინ გამოსული სტატია არის ჩვენი სანაოსნო საშუალებების შესახებ. და რომელ ხეს იყენებდნენ და ტყე როგორ იჭერდა და როგორ მუშავდებოდა ეს ყველაფერი. ლეგენდაც ხო იმას გვიყვება, როგორ გამოედევნა, თქვა, იასონს აფსირდე, ხო, და დაეწია რაც თავარია. ნუ ეხლა ლეგენდაში ყველაფერი სიმართლე რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ რაღაცა მიჩნევებია, რომ შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს. მაგრამ ეს დაედევნა და დაეწია, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფი სანაოსნო საშუალება ჰქონდა და პრაქტიკულად ის მონოგრაფიები, რომელიც საქართველოში არსებობს და ასევე სტატიებიც გამოქვეყნებული ამ მონოგრაფიებში არის საუბარი და აღწერილიც კი არის სანაოსნო საშუალებები. თავისი ზომით, კონსტრუქციებით და ასე შემდეგ, როგორ ანაირად კეთდებოდა სახელწოდებები ეთნოგრაფიული, ეს უკვე სახელწოდებები ამ სანაოსნო საშუალებების ჰქონდა ტივები, ბორანები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ სათევზაო, საბრძოლო და ასე შემდეგ. თუ ამ მონოგრაფიებს, რა თქმა უნდა, მონაცემებს თუ გაიზიარებს ის ხალხი, ვისაც ეს ამბავი აინტერესებს. ეხლა მე ესე ხმამაღლა არასოდეს არ მithქვავს, ერთხელ თქვი, სადაც ვახსენე, უბრალოდ საინტერესოა, სად იყო ფაზისი, რომლის საბოლოო ლოკაცია არ არის დადგენილი. ეს ხდება ხოლმე ათვლის მიხედვით, აი სტრაბონისეული ათვლის მიხედვით იყო, უნდა ყოფილიყო ფოთთან. მაგრამ ათვლა საიდან იწყება ათვლა, ეს არის საინტერესო. როდესაც დღეს ხმელეთის სხვა კონტურები გამოჩნდა, ამიტომაც არის საინტერესო. ეხლა საიდან უნდა მოხდეს ამისი გადათვლა, რომელიც ალბათ კი არა ნამდვილად სამომავლო საქმეა და ამას უკვე თვითონ კუნძულის კვლევის დროს შევეცდებით რომ გავაკეთოთ. ეს ერთი და პლუს, რა თქმა უნდა, საინტერესოა მე უკვე ისე უბრუნდები ჩემს
ქვის ხანას როგორ ხდებოდა ეს მიგრაცია. საქმე იმაშია, რომ ევროპის მოსახლეობა ერთ-ერთი ტალღა, რომელიც შევიდა დასახლებული არის იმ ტალღის მიერ, რომელიც შევიდა საქართველოსთან, კერძოდ დასავლეთ საქართველოსთან. ეს არის 13,000 წინანდელი საწურბლია მღვიმიდან, რომელიც გარკვეული გზებით აღმოჩნდა იქ ევროპაში და შემდეგ არის კოტიას კლდე, რომელიც თარიღდება 9,700 წლით. ეს გენეტიკურ ანალიზებზეა საუბარი. გენეტიკურ ანალიზებზეა საუბარი, მაგრამ რა გზებით, რა მიმართულებებით იყო მათი გადაადგილება, ეს არის საინტერესო. ეხლა მე მაგალითად ესე ძალიან ეს წინასწარული ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ ხალტუბოდან და ჭიათურიდან სხვადასხვა გზით შეიძლებოდა მათი გავრცელება, იმიტომ რომ ჭიათურა როგორც წესი უკავშირდებოდა მუდმივად თან, ეს არის უძველეს პერიოდიდან მოყოლებული, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას. იმიტომ რომ ყველა სათავეები არის ჯავის, ყოფილი ჯავის დღევანდელი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერწოს ტბასთან და ხდებოდა გადასვლა, გადმოსვლა, მიგრაციები და ასევე კულტურული თქვათ დიფუზიებიც როგორც ჩანს. და ეს არის გარკვეული ეპოქებთან არის დაკავშირებული. მან სათავეებში არის სწორედ წონის გამოქვაბულიც და კუდარო და კი, წონას გამოქვაბული, კი ბატონო. სადაც უძველესი ეპოქაც არის, ზედაპალეოლითი, შემდეგ შუაპალეოლითი და შემდეგ მეზოლითი, იმიტომ რომ ზედაპალეოლითი როგორც ვთქვით 25-19 წელი ეს არის გამყინვარების მაქსიმუმი. და აი 13,000 წლის წინანდელი ადამიანი, როცა უკვე შედარებით თბილა, ხო? საწურბლიანად. რაღაცნაირად კავშირშია როგორც სამხრეთთან, ასევე აი ევროპასთანაც როგორც რაღაცა გზები შედის. ამასთან დაკავშირებით სტატიები არსებობს. მართა აქვს გარკვეული ვარაუდები, რაც შეეხება ამ ჭიათურაში უფრო ადვილ იქნებოდა ყვირილის ხეობის ახლა, ესე თქვა და ესე აღმოჩენა რუსეთის ველზე და შემდეგ აი ამნაია კულტურა, რომელმაც შეიტანა ეს გენომები ევროპაში, ეს ცნობილია და ესეა. რაც შეეხება საწურბლიას, მე ესეთი მოსაზრება მაქვს, ეს არის სამუშაო ვერსია პრაქტიკულად, რომ ზღვასთან იყო უფრო ახლოს, იყო უბრალოდ უფრო ახლოს ამ რეგიონთან სანაპიროებთან კი ხდებოდა მისი ურთიერთობა როგორც სამხრეთთან, ასევე ჩრდილოეთთან და ნუ ევროპასთან ხადი. ეს არის იმასთან ერთად, რასაც ვიტყვით ჭიათურაში. მაგალითად წელს ჩვენი ექსპედიციის მიმდინარეობისას უცხოელებთან ერთად უამრავი ქვეყნიდან იყვნენ, რა ვიცი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, რა ვიცი, უამრავი ხალხი იყო. ჩვენ ბონდის მღვიმეში, რომელზეც ადრე ვისაუბრია, სადაც გვაქვს ბონდის მღვიმეში გვაქვს შუაპალეოლითიდან ნეანდერტალელების ცხოვრების ეპოქა, ასევე ჩემთვის შესაძლოა გარდამავალი პერიოდიც იყოს, ისევე როგორც ორთვალაკდაზე ვსაუბრობდი, და შემდეგ ზედაპალეოლითი. მაგრამ წელს გავთხარეთ სამარხი, რომელიც არის მსგავსი, თითქმის იდენტური არის კოტიას კლდის სამარხისა, ოღონდ აქ არის ბავშვია დაკრძალული 6-დან 10 წლის ასაკამდე. იგი განსაზღვრა ნინო თავართილაძემ, ძალიან კარგმა სპეციალისტმა, ახალგაზრდამ, მაგრამ არა მარტო მან, ეს კარგად იყო შემორჩენილი თვითონ ჩონჩხი, უბრალოდ აი ქვედა კიდურები არის დაზიანებული და წაღებული არ ვიცი ამ ეროზიისა თუ მიწისძვრის შედეგად, რომელიც 91 წელს მოხდა, ხო ეს გადამაგრებელი მიწისძვრა. ყოველ შემთხვევაში ეს ყურის ძვალი პეტროსი, ესაც ქვია, ხო, ეს რომელიც ყველაზე მეტად ინახავს საუკეთესო ნაწილი არის გენეტიკური კვლევების, ასევე ერთ-ერთი ყმა, უკვე ჩვენ გაგზავნილი გვაქვს მაქს პლანკის ინსტიტუტში, პალეოანთროპოლოგიური ევოლუციური ანთროპოლოგიის კვლევის ინსტიტუტში, ერთ-ერთ საუკეთესო ჯგუფთან. სვანტე პააბოს ჯგუფია. სვანტე პააბოს ზუსტად შემცვლელები თუ გამგრძელებელი არის, აი იოჰან კრაუზესთან არის ახლა ეს მასალა და ნახოთ ახლა ველოდებით შედეგებს, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, ამასაც საქმე იმაშია, რომ მეზოლითით კი თარიღდება კულტურულად თქვა კოტიას კლდე, მაგრამ რამდენი 1000 წელია ნიკა უკაცრავად ჩვენ. ბატონო, რამდენი 1000 წელია მეზოლითი ჩვენს დღეებამდე? აი ზუსტად ამაზეა საუბარი,
მე რამდენჯერ იგივე უცხოელებისთვისაც დამისვავს კითხვა, რომ თქვენ როგორ ვარაუდობთ, ჩვენთან როდის არის რა ქვია მეზოლითი როდის იწყება, როდის მთავრდება. ან ზედა პალეოლითი როდის მთავრდება. და ყველა მეუბნება არ ვიცი. იმიტომ რომ ეს არის კულტურაზეა დამოკიდებული და შეიძლება ერთ რეგიონში ერთი ამბავი ხდებოდეს, ერთ ხეობაში და მეორე ხეობაში კი იმდენად ესეთი მიკრორეგიონებია ხდებოდეს სხვა ამბავი, მაგრამ ჩვენთან მაგალითად ეს კოტიას კოდე თავის დროზე მამაჩემმა მოაჩინა, როცა გააკეთა საძიებო თხრილი, იგი აღარ დაინტერესდა ბოლომდე ჩასულიყო იაზაკის დონემდე, რადგან რაღაცა ჩათვალა თან როგორც ჩანს მაშინ სხვა საქმეებიც უფრო მნიშვნელოვანი ქონდა, მაშინ გენეტიკური კვლევებიც არ არსებობდა ცხადია და ჩათვალა რომ ეს უნდა ყოფილიყო ენეოლითის ეპოქის. ენეოლით ადრე ბრინჯაოსასაც უწოდებდნენ და ესე აქვს გამოქვეყნებული. ეხლა საქმე იმაშია რომ ჩვენ ამ ჭიათურაში ნახეთ ენეოლითური ცული აქვს ჩატანებული ამ იქვე არის უბრალოდ ამ სამართთან ახლოს არ ვიცი შემთხვევით მოხდა თუ არა ასევე არის რაღაცა ძივი ეს ცოტა მოშორებით ასე შემდეგ. ანუ საინტერესოა ახლა ეს რა ეპოქისგან დათარიღდება კიდევაც და კულტურულად ჩვენ ვთვლით რომ ეს არის აი ბონდის ღვიმეში ეს არის ენეოლითი. თარიღიც რა გვექნება ნახოთ და მე ამის შემდეგ თარიღება ალბათ შესაძლებელი. კი და ეს იქიდანვე მოგივა ჩვენ ამის პასუხი მე სხვაგანაც გადავამოწმებთ ალბათ ესე იქნება და ყოველ შემთხვევაში აი მიგრაციების საკითხთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება ამ თარიღების მიღება, ამ გენეტიკის შედეგების გენეტიკური კვლევების შედეგების მიღება და პლუს ახსნა კიდე იმისი თუ როგორ იყენებდა სანაპირო ზოლს ადამიანი უძველესი დროით. ეხლა რახან ვახსენე კი არა, რახან მიმდინარეობს კვლევები, რაც უფრო ფართე იქნება, უკეთესია, ხო? რა თქმა უნდა და ამიტომ პალეოლინგვისტებთანაც ხონდა ურთიერთობა და მაქვს დღემდე. საქმე იმაშია, რომ ფუძე ფს ითვლება ყოველ შემთხვევაში ესენი ესეთვლიან ნაწილი ამ პალეოლინგვისტების რომ ეს არის პროტოხეთური თუ ხეთური არ ვიცი ამას მე ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ბერძნულში არის დამკვიდრებული ფს ფასისი ნიშნავს წმინდა სუფთა წყალს და და ფს ფუძე სითხის აღნიშნელია როგორც ჩანს და ეს ძალიან კარგად შეიძლება კარგად აისახა კი არა შეიძლება კი არა ნამდვილად აისახა ისეთ სახელწოდებებში მდინარეების და არამატოდებებისა და ტოპონიმი ფსო, აფსნი, ფასისთა, ფსკერი, რა ვიცი 1000 შეიძლება მომოტანა ამის მაგალითის მე მათ ისიც ხო შეიძლება მაგებთან ხო, ნუ შარდის შეცვლილი სიტყვაც, ესე ვთქვათ, რა ვიცი, არ მომერიდება და ბოდის მოუხდი მაყურებელს, ფსელიც მაგალითად ამასთან არის დაკავშირებული. და შემდეგ უკვე როცა ინდოევროპელები შემოვიდნენ, მათ შემოიტანეს სითხის აღნიშნული სხვა ფუძე, ეს არის დნ. ამაზე საუბრობენ, ეს იბეჭდება და იბეჭდება ჩემი მეგობარი კოლეგების მიერ, რა თქმა უნდა, ვინც ამაზე მუშაობს და ეს მაგალითად ძალიან კარგად აისახა რუსულში თუ სლავურში თუ დასავლეთ ევროპაში თუ აღმოსავლეთ ევროპაში უბრალოდ ეს არის დონი, დნესტრი, დნეპრი, დუნაი, დანუბი, რა ვიცი, უამრავი ესეთი სახელწოდება მაგალითად. საინტერესოა ჩვენთან არის დონე, მდინარე, დინება და რაც თავარია არის დნობა. ძალიან მნიშვნელოვანია იგი მდინარის წარმოსაქმნელად, ხო? და არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი უნივერსიტეტში გამოწყებული, ჩვენს უნივერსიტეტში გამოწყებული ეს არის პალეო ჰიდროლოგიური კვლევების დაწყება. სად იყო მდინარე ადრე, როგორ მოხდა მისი კლაპოდის შესვლა, რამ განაპირობა და ასე შემდეგ. ეს ჯერ პირველი ნაბიჯებია
და ნუ სამომავლოდ ეს რა თქმა უნდა განვითარდეს ყველანაირად, მოდი წყალთან დაკავშირებით ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი. ასევე მნიშვნელოვანია ეს უბრალოდ მე გამიჩნდა ესეთი კითხვა, სოციალურ ქსელში კითხვა გამოვიდა და მივიღე საკმაოდ საინტერესო პასუხები. თუ რას ნიშნავს მაგალითად რას ნიშნავს ესეთი ტოპონიმი, რომელიც სამტრედის რაიონშია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელს ქვია ნიგორ ზღვა. ზღვა არის მარე და შავი არის ნიგრუ, ხო? და ნიგორ ზღვა რას ნიშნავს? და მით უმეტეს სამტრედის რეგიონი ასევე რაღაცა პერიოდში იყო, რა თქმა უნდა, დაფარული, მე ზუსტად როდის და რანაირად ეს ზუსტი საზღვრები რა თქმა უნდა დასადგენია, სხვა რა თქმა უნდა იყო უფრო ახლოს ვიდრე ახლა არის, ხო? ადრე რა თქმა უნდა ეს დაფარული იყო ეს ტერიტორია ზღვით. ასევე საინტერესოა ის ღუზები და ჯაჭვები, რომელიც როგორც გითხარით, წეგან გურიაში და ასევე სხვაგან იგივე ტერიტორია. უზას ახლა ხმელეთზე ალბათ უფრო ესეთი საკულტო მნიშვნელობა ექნებოდა, ხო? არა, ეს მე ვფიქრობ უბრალოდ იმდენად წყალუხვი იყო ეს მდინარეები, ამ მდინარეებზე ხდებოდა თქვა ის ნაოსნობა და გაცილებით უფრო ზემოთ ხდებოდა მათი ესე ვთქვათ აცურება და მე იყენებდნენ ამას ყველაფერს. ხო, ნუ ახლა რიონი რო თორე ეს ზღვის სანაპიროსთვის არ იყო თქვა და საზღვაო გემებისთვის არ იყო, მე მგონია რომ არა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა ზღვასთან ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ რომ გაცილებით მეტი ურთიერთობა ქონდა ვიდრე ახლა ჩვენ საზოგადოებას წარმოუდგენია და ამაზე თუ შემდგომში ახლა დღევანდელი ფორმატი მე მგონი არც მოგცემს მოდის საშუალება საუბრო თემა ოდესმე იქნება დაინტერესდეთ და თვითონ ამ გემების სახეობებზე ვილაპარაკოთ, ნაოსნობაზე ვილაპარაკოთ, ამ თვითონ ამ კონსტრუქციები როგორი ქონდათ, იმ ახალ სტატიებსაც მასაც შედეგებსაც წარმოგიდგენთ, ვინ რას წერს ჩვენთან ნაოსნობის შესახებ. იკა, მაშინ ასე ვქნა. მაგრამ ზოგადად მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენ ხმელეთით რა თქმა უნდა გარკვეულ პერიოდებში უფრო მეტი კავშირი ქონდა. ეხლა ეს უბრალოდ რუკაზე უნდა დახედოთ და ნახოთ რა ეპოქაში როგორი კავშირი ქონდა აზიასთანაც, ევროპასთანაც, ჩრდილოეთთანაც, სამხრეთით. რაღაცა პერიოდში რა თქმა უნდა ეს აღარ იყო, თქვა. ისტორიულ ეპოქაში რაღაცა ნაკლებად იყო, რაღაცა პერიოდში უბრალოდ კარგად იყო ეს ყველაფერი წარმოგვიდგება. რაც შეეხება შემდგომ კვლევებს, ეს ჩატარდა სულ რამოდენიმე წლის წინ გერმანელებთან ერთად, იგივე მიშა ელაშვილმა ჩაატარა კვლევები, სანაპირო ზოლში მათ კერნები ამოიღეს, გაბურღეს და მიიღეს ძალიან საინტერესო შედეგი, ესე იგი დატბორვა ამისი ამ ტერიტორიის მოხდა 4500 წლის წინ. რა ტერიტორიაზეა საუბარი? ეს არის აქვე, ზუსტად იმ ტერიტორიაზე არის საუბარი, არის რაღაცა საუბარი. ჩვენ არ ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ საბოლოოდ არ გავარკვიეთ, ანუ ბალარდის თეორია, რომელიც ფაქტიურად მიღებული იყო, რომ ყინულების დნობის შედეგად რო შევახსენოთ მაყურებელს, აიწია სოფლიო ოკეანის დონემ, შემდეგ მოხდა გადმოლახვა ბოსფორის ზღუდის და გამტკნარებული, უბრალოდ მტკნარი ტბის გამარილება და თან დონის აწევა, ხო? ანუ ეს აღარ მუშაობს ეს ანუ თუ ადრე ბალარდის მიხედვით 80 მეტრი დაბალი იყო მაშინ წყლის დონე, ახალი კვლევის თანახმად მხოლოდ 30 მეტრი დაბალი. აჰა. ეს ვერსია ის არ მომხდარა, კატასტროფული აწევა არ ყოფილა ესე. ხო, და ნუ ახლა ამაზეც იყო საუბარი, უცბად კი არ გადმოხედა და გადმოვიდა. ნუ ესეც იყო ერთ-ერთი ვერსია, რომ უცბად და ამიტომ ეს იყო ნოეს კიდობა, რა ქვია, წარღვნასთან იყო დაკავშირებული და შემდეგ გაჩნდა ის ვერსია, რომ ეს არ ხდებოდა ესე და უცბად არ მოხდა, ეს ხდებოდა ნედლელა გადმოღრა და ეს ახალი ვერსია, რომელიც ამბობს, რომ 80 მეტრით დაბალი კი არ იყო, არამედ 30 მეტრით დაბალი იყო. ისედაც არა. ხო, ძალიან დიდი. 30 მეტრი ძალიან დიდია.
არა, ხო და უზარმაზარი თვითონ ფართობია უზარმაზარი, რომელსაც ახლა ასე სწრაფად რო კატასტროფული ხასიათი მიცემოდა, უბრალოდ ჭიქა ხო არ არის არა, რაღაც წარმოუდგენელი ზომის ის არის ხო ახლა ხო და ამიტომ ყველაფერი მოასწრებდა სხვათა ზიარის პრინციპი ხო, ესე უცბად ზიარი ჭურჭლის პრინციპში იგივე მოხდა მართლა ზიარი ჭურჭლის, მაგრამ ეს არ ხდება ისე, იმიტომ რომ იმდენად აი ხედავთ როგორი რამხელა ბარიერებია ჯერ ყველაფერს დავანებოთ, აი დარდანელი, ბოსფორი, აი აქ ეს დამბების სისტემაა და დამბებმა ნელ-ნელა გაუშვეს წყალი ხო რომელმაც კი ბატონო და რაც შეეხება შემადგენლობას ეს ზუსტად იმიტომ განსხვავდება ხა შავი ზღვის შემადგენლობა ხმელთაშუა ზღვის შემადგენლობისგან რომ ეს იყო ამ წყნარი წყლის გადმოღმის შედეგად მანამდე ეს ვითარება იყო ოპორტუნია ჩვენი წყალი იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვაში რო იბანაებ მე თუ არ ჩამოირეცხე ისა იმდენად მარილიანია რომ ძალიან დიდ დისკომფორტს გიქმნის ხო ასე რომ ჯერჯერობით ნიკა მე სხვადასხვა აზოვის ზღვაზე ქერჩთან ერთი-ორჯერ ვიყავი ექსპედიციაში პალეონტოლოგიურში ერთი ლოთი მეზობელი ყავდა ნუ სახში ვიდექით იმათ რა ქვია ჩვენი ექსპედიცია და იმან მოგვიტანა 25 მანეთად მაშინ ისეთი კარგი შენახული ამფორა ფანტასტიკური ესე იგი ნუ როგორც ჩანს კი არა ხა იქ ბერძნული დასახლებები იყო მთელი ყირიმი და ქერჩი და ეს სევასტოპოლისები და რა ვიცი მთელი ეს და ისეთი და ბევრს არ პოულობდო მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში და ეს 25 მანეთად გვაძლევდა ნუ 25 მანეთი კაი 5 ბოთლი არაყი იყო ეს ის პერიოდი 150 მანეთად როცა ბალტისპირეთში და მივდიოდი ხოლმე და ახლობით 2 კვირა 25 მანეთი დიდი ფული იყო ხო და რაღაც ჩვენ ზაგვენანა სადვატრიო მეთქი ახლა ამფორა პატარა სტუდენტისთვის ხო არა ეხლა ძალიან ბევრი მასალა ჩამოდის სუბსაში ჩამოაქვს ძალიან ბევრი მასალა ყველაზე მეტი არის სუბსაში ჩამოაქვს ამიტომ ეს არის კარგად არის თავის მოყოლებული თქვა გზიდან რაც ხდება ყველაფერი ირეცხება და ჩამოდის და ასევე ხობის ხალხშიც როგორც ძალიან ბევრია და აქ არის საინტერესო ის არის რომ სწორედ ეს ამფორების ბევრია იმიტომ რომ ეს ამფორები არის შეტანილი იქითაც ანუ სიღრმეში იგივე მდინარეების სანაპირო ზოლის იგივე სკანერებით რა თქმა უნდა მცირე ზომის სკანერებით ფრთხელძირიანი ნავების ანაოსნო საშუალებებით ეს მე პროექტში მაქვს და ესე ვთქვათ ესიც არის რა ქვია დაპატენტებულიც ამაქვს ვიცი ნიკა ვერ გავიგე ანუ სადღაცა არის რაღაცა ფენას რეცხავს მდინარე კი მდინარე რეცხავს სადღაც რაღაცა ფენებს სიღრმეში მდინარის უდმივად ჩამოაქვს სუბსას ყველაზე მეც პოულობენ სუბსაში მაგრამ იგივე დარწმუნებული ვარ და ვიცი უпросто იგი შეიძლება ისეთი რაოდენობა არ არის იმიტომ რომ თვითონ მდინარის სიმძლავრე შეიძლება ისეთი არ არის ხობის ხალხშიც იგივე ხდება და ალბათ სხვა მდინარეებშიც იგივე ხდება ამიტომ იქ სადაც შესაძლოა რა მასალა რომელი საუკუნეებია ეს ანტიკური ხანის მასალაა ხო რა თქმა უნდა სხვადასხვა ეპოქის ანტიკური ელინისტური ხანის იგი რაღაცა დასაკვირველ ფუნქციებს ჰყავს რა როგორ ჩანს ხო ამ რაღაც ხო როგორ ჩანს კი რა თქმა უნდა ამდენი რამეა კიდე სამი როგორ ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა რა უნდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო აი კი რა მართლა ესეა ნიკა მაშინ მოდი ასე მოვილაპარაკოთ შენ მე ყოველთვის ბზად ვარ და ჩემი მაყურებელი ბზად არის ისეთ რაღაცებს გვთავაზობ ხოლმე ყოველთვის რა ვიცი მე ვზივარ და მე ვფიქრობ კარგა ხანს და ჩემი მაყურებელიც ალბათ ასეა თუ რამხელა მართლა რამხელა სიმდიდრის პატრონია ეს პატარა ქვეყანა და რამდენი რამ არის კიდევ საფოვნელი და აღმოსაჩენი და შენ როგორც კი გექნება საშუალება რომ და სიამოვნებით თუ მაყურებელს აინტერესებს ხალხი ისინი ხო გავაგრძელოთ ეს თემა იმიტომ რომ რა ვიცი მართლა ამოუწურავია ანუ იმედი მაქვს რომ ისიც გაიშიფრება პროგრამულად იქ არის ბევრი სხვადასხვა მონაკვეთია ციხისძირი გონიოს მონაკვეთი ანაკლია ყველაფერი არის პროგრამულად დასამუშავებელი და შესასწავლია რომელშიც პროგრამაც გვჭირდება და თან ისეთი რა ინტელექტუალური ისიც თავისუფალი უნდა იყოს ხოლმე რამდენიმე ადამიანი ვისაც მე და შენ ძალიან კარგად ვიცნობ და მეგობრობთ აი ისინი იქნება ისაკნას მოახერხონ და ეს პროგრამა გაშიფრონ
ვერთმაკნაც რო არ შეჩერდეს ეხლა რაღაც დაფინანსებები ევროპიდან და ნორმალური აი ყოველ წუთას რაღაცა მოხსენება მაქვს. ბათუმშიც ვიყავი ამასთან საერთაშორისო კონფერენციაზე. ეხლა 20-ში მაქვს Zoom-ით მაქვს საერთაშორისო. მანამდე იყო 5 ქვეყნის, ეს იყო ირანი, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო იქნა მოხსენება. ადგილობრივზე გვაქვს და თვითონ ის გუნდი, რომელმაც ეს დორსის პროექტი, ანუ ეს ჰორიზონტის ისინიც ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად მოხდეს გაგრძელება და არ ვიცი ახლა როგორ იქნება რა, იმიტომ რომ ეს ვითარებები როგორ განვითარდება ზოგადად ესაბები ალბათ ამასთან არის დაკავშირებული ბევრი. ხო და მე ერთი ნაოსნობაზე მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ მეც რაღაც სკეპტიკურად ვიყავი ყოველთვის განწყობილი და ნაოსნობის რო ნახდა დავცურავდით და მართლა ზღვარი არ იყო ეს. არა, ნაოსნობაზე კითხვაც არ არის, აქ არის საუბარი ზღვაოსნობა. ზღვაოსნობაზე, ხო. ხო. ხო, ნუ ეხლა მეკობრეობა რო თქვა ლაზებში იყო გავრცელებული ეს არა მარტო ლაზებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინ იყო ვინც თუნდაც მე-17 საუკუნეში მანამდე ეს ოსმალები და ისინი სუწუწუნებდნენ რომ აგერ ჩარცვავენ ხა ეს მეკობრეობა იყო. ხო, ნუ ეხლა მეკობრეობა ძალიან ყველა მეკობრეობდა ინგლისელები, ფრანგები, ესპანელები, ჰოლანდიელები რა, ვისაც არ ეზარებოდა და კაი ფლოტი ყავდა, ყველა მეკობრეობდა, იმიტომ რომ ძალიან სახელმწიფო დავალები და მეფის დავალები და იმითი და ეხლა თუ გაქვს ნანახით ფრენსის დრეიკის გემი არის ერთი მეწო, ნუ რა ვიცი. პირველი შიშიზარსოსთან და ლონდონში ვნახე, არის რა ვიცი რა გითხრა, ნუ აი ჩვენი გემის ნახევარიც არ არის გონი. სერი იყო და ოფიციალურად ნება ქონოდა, რომ ესპანელები ეძარცვა კი არა. ისეთაც უშვებოდა, რომ პირდაპირ მათი რა ქვია, იმპერატორების და მეფეების დავალება იყო და ის რა ქვია. ზარმაზარი შემოსავალი შემოდიოდა მაკედან და ნიკა, რა ვიცი, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო დღევანდელი საუბრისთვის და ალბათ ჩვენი მაყურებლებიც დაწერენ კომენტარებში და ალბათ მოითხოვენ რომ ძალიან სწრაფად რა ეხა შენ როდესაც რაღაცა უკვე ხელმოსაკიდი და ხელმოსაჭიდი ახალი საინტერესო მასალები გექნება აუცილებლად შევხვდეთ, ნუ გადავდებთ ძალიან. ინფორმაციამონები თუ დაინტერესდება მაყურებელიც ხალხი. აუცილებლად დაინტერესდება, მე დარწმუნებული ვარ, ამას კომენტარებიც გამოაჩენს და ლაიკებიც, ანუ მოწონების ნიშანი აუცილებლად დასვით, რომ ეს აუცილებელია ვიდეოსთვის, ეს ჩემი ახირება არ არის, ძალიან გთხოვთ, თუ მოგვეწონათ, რა თქმა უნდა, საინტერესო და ახალი, რომ ჩვენმა მაყურებელმა ერთ-ერთმა პირველმა გაიგოს ამის შესახებ. და მე დარწმუნებული ვარ, ხა შენ რაზეც ისაუბრე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევები აგერ 2019 წლიდან მიმდინარეობს, ის რომ თქვათ ილიას გემზე, რომელზეც მე ვიყავი რაღა და ავიც ისე სწრაფად გარბის დრო, რომ უკვე მე ვეღარ ხვდები. ეს 10 წლის წინ იყო, 5 წლის წინ იყო, თუ 1 წლის წინ იყო, მართლა ვეღარ ხვდები და ზოგჯერ მგონია, რომ დემენცია დამეწყო და არა, ყველას რო ვეკითხები, ყველა ასეა. ნუ ისე სწრაფად გარბის დრო. ხო. ხო და ასე რომ ისეთი კვლევები, მართლა საოცარი კვლევები ტარდება, იგივე თქვათ, მე რაც ვიცი ილიას უნივერსიტეტში და აგერ ნათიასთან მექნება მე ინტერვიუ შავი ზღვის კვლევებთან დაკავშირებით და იქაც რა ვიცი, ძალიან საინტერესო რაღაცებს და დელფინებთან დაკავშირებით სხვადასხვა რა საინტერესო, ხა ჩვენ რო ვიყავით გემით, გემთან რომ მოდიან და გეთამაშეს, სტენაზე მოდიან გეთამაშებიან, საოცარი არსებები არიან, ახლა მე ავლაპარაკობ დელფინარიუმში რაც აქვს, ნახე და ფილმებში რაც აქვს, ნახე და საკითხული. ბავშვები დავკითხულობდი ხოლმე. ესეთი ციგნი მახსოვს, ჩემი მეგობარი დელფინი, რუსულად ყოდა რა, ამაჩეს. მოიდრუგ დელფინი და როგორ დაიწყო საერთოდ ადამიანთან ურთიერთობა დელფინმა რაღაც სკოლაში აცილებდა. ბავშვს არხით ბრიტანეთში ყოველ დღე და მე ერთ დღეს ეს ბავშვი გარდაიცვალა და ნუ თავი მოიკლენდა. საოცარი არსებები არიან და ამას ყველაფერს თვითონ რო აქვს ეხება ზურას და ნათიას, ეს არის რა ვიცი ისე. ხო, მე და ზურა ვიყავით დელფინარიუმში. დაკეტილი იყო და ნუ ზურას რაღაცა მე დავრჩი დელფინებთან ერთად და ესა და რომ ველაპარაკებოდი, ვეფერებოდი და ისეთი ის არის, აი პირველად რომ მოვკიდე ხელი, ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ისიც აგაქვს, ხო, ეხლა ზოოლოგი ვარ და ვიცი რომ ფილსისწყლიანია და ძუძუმწოვარია, მაგრამ
წყალში ცხოვრება არსებას ხელს რომ მოკიდებდა ცხელია და თან რაღაცას ცხელია რაღაც ისეთი და მე დამიწყეს თამაში ნუ ასეთი ესო იმას ვამბობ კაცო ეს იაპონელები ძალიან მიყვარს ძალიან საინტერესო და ესეთი ხალხია და მაგათი კულტურაზე გიждები მაგრამ ნუ აი მეზიზღებიან იმიტომ რომ დელფინებს დღემდე არ შეუერთდნენ დელფინების აი მოკვლის და მათი ჭამის კონვენციას ხო აკრძალავს ხო ასე რომ ბათაშარის ვიდეო მაქვს ხო ჩემი 4 წლის და 5 წლის ჯერ 4 წლის და მე იგივე ბიჭი 5 წლის ჩემი შვილი როგორ ეთამაშება და როგორ დაასრიალებენ და ბაშებიან აუში ეს დელფინები და ეს ხო ისე ცხებიზეც ნახი მქონდა მაგრამ ჩემი შვილი დავინახე მათ ზურგზე მოსკობებული კიდევ უფრო ჩემი ყადა არა საოცრებაა რაღაცა ბუნების საოცრებაა მართლა დავით ნიკა ესე მე მგონი კარგი გადაცემა გამოგვივიდა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდი და ძალიან დიდი მადლობა და ისევ იმედი მაქვს რომ ჩვენ ძალიან დიდხანს აღარ გაგვიგრძელდება ეხლა ჩვენ ამდენი ხანი გავიდა ჩვენი ბოლო გადაცემა დიდი მადლობა და მაყურებელს ხო არ ჩათვალოთ რომ ახლა საზღვაო თემაზე ვისაუბრე მაინდა-მაინც სანტიაგოს იმიჯი გვაქვს მოხუცი და ზღვის დიდ ზღვა ჯერ არა ვართ მოხუცები მოიცან ხო რა ვიცი ნუ ჩამოგვწერენ მე ჯერ არა ვარ ავარი აიკა დიდი მადლობა მერიკი ძალიან დიდი მადლობა ასიკა და შეიძლება სუმიხარია რა თქმა უნდა ამ ფორმატშიც და ისეც კარგად მადლობა ყურებელს